გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით 40 შემთხვევით საინტერესო ფაქტზე. თქვენ ახლა უყურებთ ამ მიმდინარეობის მე-12 ეპიზოდს. დოლარის ყველაზე მსხვილი კუპიურა გამოშვებული იქნა 1934 წელს. მისი ნომინალი შეადგენდა $100,000. ის გამოიყენებოდა უშუალოდ საბანკო ოპერაციებისთვის. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან და გვერდით ფრენა შეუძლია. ასევე მას შესწევს უნარი იფრინოს გაუჩერებლად დაახლოებით 1 საათი. ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით აღნიშნავენ, რაც თარგმანში არაპროგნოზირებადობის ქვეყანას ნიშნავს. კოალას და ადამიანის ციტის ანაბეჭდები არაფრით განსხვავდება. ეს მსგავსება იმდენად კოლოსალურია, რომ სპეციალისტებსაც კი გაუჩნდათ პრობლემა ადამიანისა და კოალას ანაბეჭდების გარჩევისას, რადგან მიკროსკოპის ქვეშ ისინი ერთმანეთს ძალიან გავს. ნელამავალი, ცნობილი როგორც წყლის დათვი ან ხავსის გოჭი, მსოფლიოში აღიარებულია ყველაზე გამძლე ცოცხალ ორგანიზმად. მას აქვს უნიკალური უნარი, ადაპტირდეს სხვადასხვა პირობებში. ნელამავალს შეუძლია გადაურჩეს როგორც -100°C, ასევე +150 გრადუსს, რადიაციას, გაძლოს 10 წელი წყლის გარეშე და შეაჩეროს სასიცოცხლო ფუნქციები ხელსაყრელი გარემო პირობების აღდგენამდე. წყლის დათვი ბინადრობს ყველგან, სადაც წყალია. იქნება ეს ყინული, ცხელი წყარო, ოკეანე თუ პატარა გუბე. იაპონიის პოპულარული კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში მეცნიერებმა ჩაატარეს უნიკალური ექსპერიმენტი. ეს მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ცოცხალი ორგანიზმი გაყინეს და წლების შემდეგ წარმატებით გააცოცხლეს. ორი ნელამავალი 1983 წლიდან -20°C იყო გაყინული. პირველი გაცოცხლებიდან 20 დღეში დაიღუპა, ხოლო მეორე გადარჩა და რამდენიმე კვირაში კვერცხები დადო. გაცოცხლებიდან პირველივე დღეს ნელამავალმა ფეხები ამოძრავა. მე-6 დღეს კი გადაადგილება შეძლო. მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ თუ რა პირობები გაიარა ნელამავალმა სარეაბილიტაციო პერიოდში. განსხვავება სტეგოზავრებისა და ტირანოზავრების არსებობის პერიოდს შორის გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ტირანოზავრებსა და ჩვენს შორის. სტეგოზავრები ქრისტესშობამდე 150 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ, ხოლო ტირანოზავრები 67 მილიონი წლის წინათ. ჭიანჭველებს ერთის ნაცვლად 5 გული აქვთ, თუმცა მათ გულებს ისეთი რთული აღნაგობა არ აქვს როგორც ჩვენსას. ლურჯი ვეშაპის გული 600 კილოგრამს იწონის. ადამიანის დნმ-ი 50%-ით გავს ბანანის დნმ-ს. თაფლი ერთადერთი საკვები პროდუქტია, რომელიც არასოდეს ფუჭდება. შეგიძლია ის შეინახო ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში. მან შეიძლება ფერი შეიცვალოს ან დაკრისტალდეს, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხოა. პლანეტა პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მან პლანეტის სტატუსი 2006 წელს დაკარგა. ერთხელ მატარებელში პიკასო გაძარცვეს. პოლიციამ სთხოვა როგორც მხატვარს დაეხატა მძარცველების პორტრეტები. მან კი ეს დახატა. იუპიტერსა და სატურნზე ალმასების წვიმა მოდის. ყველაზე დიდი ალმასის დიამეტრი 1 სანტიმეტრია. სატურნის მთვარეზე, ტიტანზე, ფრენა შესაძლებელია. ამის მიზეზი დაბალი გრავიტაცია და სქელი ატმოსფეროა. ჯორჯ ვაშინგტონს თავის ბაღში მარიხუანა მოჰყავდა. კოსმოსური ხომალდის ნამდვილი ტრაექტორიები რთულ ოვალებს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან მთვარემდე პირდაპირ გზით არ მიფრინავს. თეორიულად, თუ დედამიწის შუაგულში გვირაბს გავთხრით და შიგ ჩავხტებით, 42 წუთი მოუნდება ფრენას საწინააღმდეგო მხარემდე. სივრცე, რომელიც ხეოფსის პირამიდას უკავია, თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს 5 დიდ ტაძარს: წმინდა პეტრეს ტაძარს რომში, წმინდა პავლეს ტაძარსა და უესტმინსტერის სააბატოს ლონდონში, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარს ფლორენციაში და მილანის საკათედრო ტაძარს. ამ ყველაფერს ან ჩოგბურთის 200 მოედანს. ეიფელის კოშკის აგებამდე, ანუ მე-19 საუკუნემდე, ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში.
ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე მორგან რობერტსონმა დაწერა რომანი სახელწოდებით ამავოება, ანუ ტიტანის ჩაძირვა. ავტორი მკითხველს მსოფლიოში უდიდესი ლაინერის შესახებ უამბობს, რომელიც ნამდვილი ტიტანიკის მსგავსად აპრილის თვეში შეეჯახა აისბერგს და ჩაიძირა. ტიტანსა და ტიტანიკს სხვა უამრავი საერთოც აქვს. ორივე გემის სიგრძე დაახლოებით 244-269 მეტრი იყო. ორივე გემს მგზავრთა თითქმის თანაბარი რაოდენობა 2500 და 2223 მგზავრი ჰყავდა და სამაშველო საშუალებების სერიოზული ნაკლებობა აღინიშნებოდა. შესაბამისად ორივე გემის კატასტროფის დროს მგზავრების ნახევარზე მეტი დაიღუპა. ტიტანიკის შემთხვევაში 1517 მგზავრი, ტიტანის შემთხვევაში 1600 მგზავრი. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ზუსტად თუ ვინ შექმნა სახანძრო ჰიდრანტები, რადგან მისი პატენტი დაიკარგა 1836 წელს გაჩენილი ხანძრის დროს. ამერიკაში დაბრუნებულ ნილ ამსტრონგს საიმიგრაციო ფორმის შევსება მოუწია. საინტერესოა, მაგრამ ფრანგული ენა ინგლისის სახელმწიფო ენად თითქმის 300 წელი იყო გამოცხადებული 1066 წლიდან 1362 წლამდე. ერთხელ რომის იმპერატორმა კალიგულამ ომი გამოუცხადა ზღვის ღმერთს, პოსეიდონს. მან თავის ჯარისკაცებს უბრძანა შუბები დაეშინათ ზღვისთვის, თუმცა მათ ამის გაკეთება არ უნდოდათ. კალიგულა თავისმა მცველებმა მოკლეს, ანუ რა გამოდის, პოსეიდონმა გაიმარჯვა? ყოველ 2 წუთში მსოფლიოში გაცილებით მეტ სურათს ვიღებთ, ვიდრე კაცობრიობამ მე-19 საუკუნეში გადაიღო. მაჯის საათის რეკლამის შექმნის დროს ისრებს ყოველთვის აყენებენ 10 საათსა და 10 წუთზე, ან 8 საათსა და 20 წუთზე. ამ შემთხვევაში ისრები არ ფარავს ბრენდის სახელს, ემბლემას. სხვათა შორის ისრების ასეთი განლაგება ჰგავს ღიმილსაც, რაც მომხმარებლების კეთილგანწყობას იწვევს. კოსმოსიდან თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ საზღვარი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის, რადგან ისინი სხვადასხვა სახეობის ნატურას იყენებენ. განსხვავება აშკარად შეიმჩნევა. რუსეთის ფართობი უფრო დიდია ვიდრე პლუტონის. რუსეთის ფართობია 17,098,246 კვადრატული კილომეტრი, ხოლო პლუტონის 16,650,000 კვადრატული კილომეტრი. არ ვიცი რამდენად დაგჭირდებათ, მაგრამ ევერესტი არის მობილური კავშირი, შესაძლებელია 3G გამოყენებაც. სტივენ სპილბერგიმ კოლეჯი 1968 წელს მიატოვა და სწავლა 2002 წელს განაახლა. ვიკიპედიის თითქმის ყველა სტატია საბოლოოდ მიგიყვანთ ფილოსოფიის სტატიამდე, თუ ლურჯ სიტყვებს დააწვევით. ზოგადად აზროვნებაშიც ასეა, რაღაცა საკითხის ჩაღრმავებას ყოველთვის ფილოსოფიამდე მივყავართ. ჩვეულებრივი კოკაკოლის სქილა იძირება წყალში, თუმცა დიეტური კოკაკოლა ტივტივებს წყლის ზედაპირზე. მათ აქვთ ზუსტად ერთნაირი მოცულობა და ზომა, მაგრამ ისინი განსხვავდებიან იმ ნივთიერებების სიმკვრივით, რომელიც მათშია მოთავსებული. ჩვეულებრივი გაზიანი სასმელი შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს. დიეტური სასმელი კი ხშირ შემთხვევაში შეიცავს შაქრის შემცველ ასპარტამს. მისი ძალიან მცირე რაოდენობაც კი შეიძლება იყოს შაქრის ძალიან დიდ რაოდენობაზე ბევრად უფრო ტკბილი. სწორედ გახსნილი სითბოს მიმცემი ნივთიერებების რაოდენობა იძლევა განსხვავებას სიმკვრივეში. ჩვეულებრივი კოლა ბევრად უფრო მკვრივია, ვიდრე დიეტური სახეობა და ამიტომაც იძირება. ადამიანის ყური რომ აღიქვამდეს ბგერას, რომლის სიხშირე 20,000 ჰერცზე ნაკლებია, ჩვენ შევძლებდით იმ ხმების მოსმენას, რომლებსაც ჩვენი კუნთები გამოსცემენ შეკუმშვა გაშლის დროს. 10-დან 1 ისლანდიელი წერს წიგნს და აქვეყნებს მას სულ მცირე ერთხელ მაინც, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. აქედან გამომდინარე ყველაზე მეტი წიგნი დაიწერა და გაიყიდა ისლანდიაში, ვიდრე მსოფლიოს სხვა ადგილებში. ტვინის მიერ მოხმარებული ენერგია, რაც დაახლოებით 25 ვატს შეადგენს, საკმარისია იმისთვის, რომ ნატურა გაანათოს. ნორვეგიის დროშაზე დაინახავთ 6 სხვადასხვა სახელმწიფოს დროშას. ესენია ინდონეზია, ფინეთი, ნიდერლანდები, ტაილანდი, პოლონეთი და საფრანგეთი. მუხლუხოს უფრო მეტი კუნთი აქვს ვიდრე ადამიანს. მარწყვი არ არის კენკრა. მარწყვი კენკრისებრთა ოჯახს არ მიეკუთვნება.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავოკადო, ბანანი და საზამთრო კენკროვნებია. ალბანეთში თავის დაქნევა ნიშნავს არას, ხოლო თავის გაქნევა დიახს. ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც თვალის ზედა ქუთუთოს ახამხამებს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.